რთული და მრავალფუნქციური ჩანაწერები. ძალიან ხშირად შევხვდა, როგორც გითხარით, ისეთი ტიპის ჩანაწერები, რომლის რაობაც ძალიან რთული გასარკვევი იყო. ძირითადად რა გვეხმარება ხოლმე ესეთი ჩანაწერების რაობის გარკვევაში? ჩვენს ხელთ არის ლიტერატურის მუზეუმმა ეს ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია, რომ ჩვენ გაგვაჩნია იმ 25 ტომის ციფრული ვერსია, რომელსაც კვლევის დროს ვიყენებთ. კორპუსული კვლევა, სადაც შეგვიძლია ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება, რომელიმე პირის ან რომელიმე ტექსტის შესახებ, თუ კი გალაქტიონს კიდევ აქვს სადმე ახსენები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რამდენიმე ადგილიდან შეიძლება ამოვიდეს მცირე ინფორმაცია, თითოეულიდან მცირე ინფორმაცია, რომელიც ერთმანეთს ავსებს და შემდეგ საინტერესო სახეს იღებს. ამის შემდეგ ხდება ხოლმე ჩანაფიქრის კვლევა. იმის გამო, რომ გალაქტიონი არის ძალიან დიდი ნოვატორი და ძალიან ისეთი უცნაური და ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები აქვს ხოლმე ექსპერიმენტის სახით ჩატარებული, აი ჩვენს გვიწევს ძალიან ხშირად ტექსტოლოგების მიერ, ასე ვთქვათ, შემუშავებული ერთ-ერთი მეთოდის, შემოქმედებითი მეთოდის გამოყენება, რომელიც გულისხმობს აი თითქმის ყოველ ახალ სიტუაციაში, ახალი სირთულის წინაშე დადგომის დროს ახალი სტრატეგიის შემუშავებას თუ მეთოდოლოგიის არა. და აი ეს ძალიან ხშირად გვშველის ხოლმე. აუცილებლად და მოხდეს ამ ტექსტის მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, შინაარსის სწორად გაანალიზება და ინტერპრეტირება მკითხველისთვის მისაწოდებლად. აი ავტორის ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინება აუცილებელია, ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ გალაქტიონის შემოქმედება, კარგია, რომ გამოცდილება გვაქვს უკვე გალაქტიონის შემოქმედებაზე მუშაობით. აი მაგალითად პრეცედენტის არსებობას გალაქტიონის შემოქმედებაში რამხელა მნიშვნელობა აქვს. არსებობს კვლევარ მედგარ ჭელიძის კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ ლექსში უალისა და ვიოლეტის შესახებ ფრაზები ვენერა სარკესთან, ეგონა ფრაგონარს, პალაცო პიტი და პერუჯი თანმიმდევრობითაც კი ემთხვევა სიტყვებსა და ფრაზებს ჟურნალში სტარი გოდი გამოქვეყნებული სტატიების სათაურებისას. გალაქტიონი, აი შეიძლებოდა შთაგონება მიიღო ყველაფრიდან, აი მაგალითად წიგნის გადაფურცვლიდან, იქ რამდენიმე სიტყვის ამოკითხვიდანაც კი. ასევე გვქონდა ჩვენ ის პრეცედენტი, რომ აი კვლევა ჩატარდა ჯეკ ლონდონთან მისი ეფემერების მიმართების შესახებ. და აი ეხლა კონკრეტულად წარმოგიდგენთ ერთ მაგალითს, ძალიან რთულ ტექსტს, რომელზედაც მომიხდა მუშაობა და როგორ დაგვეხმარა ეს პრეცედენტები. ერთ-ერთ უბის წიგნებში 6 გვერდზე ბრჭყალების გარეშე მჭიდროდ და გაბმულად წერია ერთმანეთისგან თითო წერტილით გამოყოფილი სიტყვები და ფრაზები, რომლებსაც დასაწყისში აქვს წარწერა. აი სათაურები მისი ნაწარმოების. სულ არის 458 სათაური, მხოლოდ ერთთან, ფრინავი ექიმი ფრჩხილებში მიწერილია მოლიერი და ისიც გადახაზულია. აშკარაა, რომ პოეტს მოცემულ შემთხვევაში აინტერესებს უფრო სათაურები, ვიდრე ავტორები. მაგრამ ჩანაწერის რაობის დასადგენად ბუნებრივია უნდა გაგვერკვია, რომელი ავტორებისა და რა ჟანრის ნაწარმოებთა სათაურებია აქ ჩამოწერილი. რამდენადაც მათი უმრავლესობა არ გვეცნო და ვერც ქართულ კატალოგებში მივაკვლიეთ, მივხვდით, რომ პოეტი ამ წიგნებს რუსულად უნდა გაცნობოდა. როგორ მოვახდინეთ ახლა აი ამ სათაურების იდენტიფიცირება? წარმოიდგინეთ, ჩამოწერილია 1, 2, 3 სიტყვიანი რაღაც ისენი ერთეულები, წერტილებით ერთმანეთისგან გამოყოფილები და ჩვენ უნდა გავარკვიოთ რა ტექსტი, ვისი ტექსტებია, რა ჟანრის ტექსტებია და ასე შემდეგ. ძალიან გვეხმარება ხოლმე ასეთ სიტუაციაში გამოცემის ზუსტი დროის ზედა ან ქვედა ზღვრის განსაზღვრა. ამ შემთხვევაში, რამდენადაც ეს ჩანაწერი იყო 1924 წლის, ბუნებრივია, რომ გალაქტიონს უნდა ესარგებლა 24 წლამდე რუსულად თარგმნილი ტექსტები. ამიტომ ჩვენ გამოვიყენეთ
რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგები და ვეძებეთ 24 წლამდე გამოცემული ტექსტების სათაურები, მაგრამ აქ სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ მართალია ეს ქართულად ქონდა ხო გააქტიანოს ჩამოწერილი, ჩვენ ჯერ ეს უნდა გვეთარგმნა, ზუსტად უნდა შეგვერჩია სინონიმური სიტყვებიდან, რომელი შეიძლება ყოფილიყო ამის წყარო და აი ეს ძალიან დიდ სირთულეს გვიქმნიდა. დავადგინეთ, რომ სათაურებიდან 126 ტექსტის ავტორები არიან ევროპელი მწერლები. გერმანელი, ავსტრიელი, ინგლისელი, ირლანდიელი, შოტლანდიელი, ფრანგი, იტალიელი, ესპანელი, უნგრელი, შვედი, ნორვეგიელი, ფინელი, დანიელი, პოლონელი და უკრაინელი. არიან ამერიკელი, კანადელი და აზიელი ავტორებიც. ყველაზე მეტი კი არის რუსული ორიგინალური თხზულება. ტექსტების უდიდესი ნაწილი პროზაულია. აი ხა ფუნქციის რატო ამოწერა ამის გასარკვევად ესეც ხო მნიშვნელოვანია. მათ შორის არის რომანები, მოთხრობები, ნარკვევები, ესეები, არის დრამებიც და უფრო მცირე რაოდენობით არის პოეზიაც. ავტორთა იდენტიფიცირებაში რა გვეხმარებოდა კიდევ? თუ კი რომელიმე ავტორს, ხო, ძალიან რთული იყო, როდესაც ერთსიტყვიანი ტექსტი იყო, სათაური იყო. ბუნებრივია აი ზღვა და ვთქვათ შემოდგომა, ეს სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა ასეთი ტიპის სათაურების ავტორების დადგენა, იმიტომ რომ ამ თემაზე და ასეთი სათაურით შეიძლება და ვაწყდებოდით კიდევაც ამას ფაქტობრივად უამრავი ტექსტი არსებობდეს, მაგრამ თუ კი აი გვერდ არსებული ტექსტებიდან რომელიმეს გავარკვევდით, აი უფრო ორსიტყვიან, სამსიტყვიან სათაურს და შემდეგ იმის გვერდით იყო უკვე ისეთი რთული ერთსიტყვიანი სათაურები. აი ეს გვეხმარებოდა ხოლმე, რომ აი გვერდ მოთავსებული ტექსტების სათაურები და წყაროები დაგვედგინა. მეორე შემთხვევა, ზოგჯერ აი ეს ფუფუნება არ გვქონდა, მაგრამ იყო სხვა ხელჩასაჭიდი, ეს იყო აღმოჩნდებოდა, რომ რომელიღაც კრებულიდან მას რამდენიმე ტექსტი ჰქონდა, სხვადასხვა ავტორის რამდენიმე ტექსტი და აი სხვადასხვა ავტორის რამდენიმე ტექსტი გვერდი იყო მოთავსებული. ან რომელიღაც გამოცემის სხვადასხვა წლების ნომრებიდან ჰქონდა ამოწერილი სხვადასხვა სათაურები. მოკლედ, აი ესეთი რაღაც ხერხებით ვახერხებდით საბოლოოდ იმ ტექსტების რუსული სათაურების გარკვევას, რომლებიც ჰქონდა მას ამოწერილი. ეხლა, მას შემდეგ, რაც უკვე ძალიან ბევრი ესეთი ტექსტი გავარკვიეთ, დავაკვირდით, როგორ იქმნებოდა ეს ქართული სათაურის ქართული ვარიანტები. ანუ სათაურების თარგმნა. აი მაგალითად არის გააქტიანოს აქვს ერთი ესეთი სათაური ამ იმეებში. ხო, მინდა გითხრათ, რომ ეს სათაურები ბრჭყალებისში არ არის ჩასმული, უბრალოდ წერტილებით არის ერთმანეთისგან გამოყოფილი. ჩალით გატენილი თავი, ასეთი სათაური აქვს ერთი. და აღმოჩნდა, რომ ეს არის მარკ ტვენის ვილსონ მიაკინა გალავა. ამ შემთხვევაში იდიომით ვეთარგმნა შესაბამისი მნიშვნელობის მქონე ქართული იდიომით თარგმნა გააქტიონმა. აი აქ დავაკვირდით, რომ გვარი პროტაგონისტის გამოტოვებული აქვს, სხვაგანაც იყო ბევრი შემთხვევა, რომ უცხოენოვან სათაურში თუ იყო პროტაგონისტის გვარი, ან სახელი ის გამოტოვებული აქვს. ბევრია თავისუფალი თარგმანი, მაგალითად ჩორნი გოდ დანილოვსკის შეეძლო შავ წელიწადადაც ეთარგმნა, მაგრამ თარგმნა მწარე წელიწადი. ხვდებით ალბათ, რომ ეს ყველაფერი დიდ სირთულეებს ქმნიდა და რომ არა ის ხერხი, რომ ერთი გამოცემის ან ერთი ავტორის ტექსტები ხშირად გვერდ იყო, ბევრ ასეთ შემთხვევას ვერ გავარკვევდით. არის მაგალითად ესეთი სათაური საღამო ალუბლებში და გავარკვიეთ, რომ ეს უნდა იყოს დანილოვსკის მოთხრობა ვეჩერ ვ ჩირეშნიახ.
ესე იგი ალუბლით არის ბალი შეცვლილი და ამასაც ვერ გავარკვევდით, რომ არ ყოფილიყო ის დანილოვსკის სხვა ტექსტების სათაურებს შორის მოქცეული. ასევე ვერ გავარკვევდით, რომ შავი ყაყაჩო არის დიუმას ჩორნი ტიულპან, იმიტომ რომ ეს სათაურიც დიუმას ტექსტებს შორის იყო მოქცეული. კიდევ უფრო რთული იყო, მიხვედრილიყავით, საიდან მოდის სათაური მიქელაძე მიმინოებით. მაგრამ აი ეს იყო დანილოვსკის მოთხრობებს შორის და მოქცეული და თან იქ იყო დანილოვსკის ერთი მოთხრობა ცარ ალექსეი სოკოლამ. ამ შემთხვევაში შევარდენი მიმინოთია შეცვლილი, მეფე ალექსეი არის მიქელაძით შეცვლილი, რატო დააკავშირა, ვინ არის ეს მიქელაძე, ჩვენთვის გაურკვეველია. ასევე არის სათაური რაზედ მღეროდა სირენა, რომელიც შპილჰაგენის პრაშტო პელა ლასტეჩკა. ასეთი რუსულად თარგმნილი სათაურიდან უნდა მოდიოდეს, მოგხსენებათ სირენა მითოსური არსება იყო, რომელსაც ჰქონდა სხეულის ზედა ნაწილი ფრინველის და აქედან ეტყობა დააკავშირა გალაქტიონმა მერცხალი სირენასთან.